გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ირაკლი ცეცხლაძე, განათლებით გახლავართ ფსიქოლოგი, ნაწილობრივ ვარ მათემატიკოსი, ნაწილობრივ მხატვარი, ხელოვანი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მინდა ჩემი შეხედულებები დაგიფიქსიროთ. ხშირად მე მეკითხებიან, როგორ შეიძლება მომხრე ვიყო რაღაცა კანონების ერთი მთავრობის ხელში და მე წინააღმდეგი ვიყო მეორე მთავრობის ხელში, ვთქვათ, ადრე თუ ვთქვათ, ჩემთვის ეს მისაღები იყო, ახლა რატომ გახდა რაღაცა მიუღებელი, რომელიც მე მაგალითად ძალიან ლოგიკურად და საკმაოდ მარტივად მეჩვენება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ისე მარტივი არ არის. თუ ჩემი წინა ვიდეოები ნანახი გაქვთ, მე ვფიქრობ, ამაზე პასუხი ნაწილობრივ იქ გაცემულია და ამიტომ შევეცდები მოკლედ შევეხო იმ საკითხსაც, რაზეც წინა ვიდეოებში ვსაუბრობდი. მე ვფიქრობ, მთავრობა უნდა იყოს ადამიანისთვის მსახური, უნდა ზრუნავდეს ხალხის უფლებებზე, ხალხის კეთილდღეობაზე, რომ და ხალხი ყავდეს კარგად და წყობრში. ამიტომ მთავრობა არის უფრო მსახური და არა ბატონი ხალხისა, ჩვენ ვართ ბატონები და ის უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ, მაგრამ არის როგორი მომენტი, იცი, ამისგან განსხვავებით, როგორც მშობლებსა და შვილს შორის, მშობლებიც შვილის სამსახურში არიან, შვილის კეთილდღეობა უნდათ და კარგად ყოფნა უნდათ, მაგრამ შვილი კი არ ფლობს ძალაუფლებას, როგორც ბატონი მშობლის ხელშია, ეს მშობელი განსაზღვრავს შვილი, აი მაგალითად ეზოში გაუშვას, არ გაუშვას, ნაყინი უნდა შეჭამოს თუ არა, რომ წამალი უნდა დალიოს ახლა და ასე შემდეგ. მთავრობას აქვს ეს ძალაუფლება და ხშირად ხალხი უძლურია მთავრობის წინააღმდეგ, რომ არ მოწონდეს, ვერაფერს ვეღარ აკეთებს მაინც მის წინააღმდეგ. ამიტომ ერთი ასე დროს მე რაც შემიძლია კანონის შეცვლის მაგალითად გაკრიტიკება შემიძლია. ახლა დავუბრუნდეთ იმ თემას, როგორ შეიძლება ეს იყოს, ვთქვათ, ადრე მომწონდეს და ახლა ვაკრიტიკებდე. მე თუ დავინახე, რომ მთავრობა სანდოპირია, ის ღირსეულად მემსახურება მე, მაშინ მას მეტ საქმეს მივანდობ და მე თანხმობით მეტ გასაღებს მივცემ, ჩემი ვეტყვი, რომ მაგალითად აგერ ჩემი მანქანა ძალიან გთხოვ გადააყენე მეთქი, თუ არ ვენდობი, მაშინ ბუნებრივია, ამას არ გავაკეთებ, არ მივცემ. აქ შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, ვითომ როგორ უნდა შევამოწმო მისი ეს სანდოობა. ამაზეც მე ერთი ის ვიდეო მივუძღვენი ზუსტად წინა ვიდეო, რომ როგორ შეიძლება ეს ამოვიკითხო მთავრობაში. ამიტომ ის სანდო არის თუ არა, უკვე როცა მე მექნება ეს ჩემი წარმოდგენები ამის შესახებ, მას ზოგ საქმეს მივანდობდი, ზოგს არ მივანდობდი. ის კანონი, რასაც ის იღებს, ზოგს ჩავთვლიდი, რომ არ არის სანდო და არ შეიძლება ასე მთავრობას ეს უფლება ქონდეს, ზოგზე ვიტყოდი, რომ პირიქით ძალიან კარგია და უფრო გაადვილდება საქმე. ეს ანუ ჩემზე მზრუნველობიდან გამომდინარე შევაფასებდი მის ყველა საქციას და ასევე საგარეო პოლიტიკაზეც მაგალითად თუ მე ვხედავ რომ მთავრობა ჩემზე ზრუნავს, მაშინ ის რო წავა სხვაგან და შეხვდება ვიღაცას, მაგალითად ვიღაც მით უმეტეს ჩემ მტერს, ვიტყვი რომ ალბათ ის კეთილი საქმისთვის მიდის იქა და უნდა რომ ეს პრობლემები მოაგვაროს მეთქი. თუ არ ვენდობი და ვხედავ რომ არ ზრუნავს ეს მთავრობა ჩემზე და შესაბამისად არ მაქვს ეს ნდობა, მაშინ იქ რო წავა და შეხვდება იმ ვიღაცა ჩემ მტერს, ვიტყვი რომ ის მორიგ მუხანათობას ამზადებს და კიდევ უფრო რაღაცა ბოროტი მიზანი აქვს ჩადებული მეთქი. ამიტომ ყველაფერი ეს ისევ შეფასდება ნდობიდან გამომდინარე. ნათქვამია, დანა ქირურგის ხელში წამალია და ყაჩაღის ხელში იარაღიო. ამიტომ თუ მე მთავრობა ჩავთვალე, რომ ჩემზე მზრუნავს, მაშინ დანას რომ აიღებს ხელში, ვიტყვი რომ ეს ძალიან კარგია, რადგან მან უნდა დაჭრას პური მეთქი. თუ ვთვლი რომ არ არის სანდოპირი და არ ვენდობი, მაშინ ვიტყვი რომ ეს არ არის კარგი, მან თუ დანა აიღო, იმიტომ რომ შიშოფ ის ზურგში ჩაგვარტყამს ამ დანას მეთქი.
აქედან გამომდინარე სანდოობა გადაწყვეტს ყველაფერს. მე მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.